რა გიშლის ხელს რომ განვითარდე? რა გიშლის ხელს შენს წინსვლაში, ხო? რო არ არის წინსვლა, რაღაც განვითარება. რატომ არის ეს და რა გიშლის ხელს? რა გიშლის ხელს? პირველ რიგში აქ არის ის, რომ გეშინია სიახლის, ხო? გეშინია რაღაც ახალი ცადო, ახალ ეტაპზე გადახვიდე, შენი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადახვიდე. აქ არის შფოთვა, ნერვიულობა სიახლესთან, განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ იცოდე, რომ ბუნებრივია რომ გვეშინოდეს იმისი, რაც არ ვიცით, ხო? რაც არ ვიცით რა მოხდება, როგორანაირად, ყველას გვეშინია ხოლმე ამისი, მაგრამ ეს აუცილებელი განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების, რომ გადავაბიჯოთ რაღაც საერთოდ უცნობ ჩვენთვის ეტაპზე, უცნობ საფეხურზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეგეშინდეს სიახლის და განახლების. ახალი პროექტები, ახალი შემოთავაზებები, ახალი ნაცნობობები არ შეგეშინდეს ამ ყოველივეს, იმიტომ რომ ეს არის ნაწილი იმისათვის, რომ შენ ცხოვრებაში შემოვიდეს რაღაც ახალი შესაძლებლობები, ხო, სასიხარულო ამბები. ნუ შეგეშინდება ამისი, ეს ძალიან გაფერხებს, რომ მოხდეს რაღაც წინსვლა. ძალიან გაფერხებს ის, რომ ზიხარ შენს კომფორტულ ზონაში, სადაც მომენტში შესაძლოა არ მოგწონდეს რაღაცები, მაგრამ მაინც ზიხარ, იმიტომ რომ ეს უფრო უსაფრთხოა შენთვის. არა, გამოდი აქედან, რომ იყოს უფრო მეტი ახალი შესაძლებლობები, მეტი ახალი ენერგიები შემოვიდეს შენს ცხოვრებაში. აუცილებლად გადმოაბიჯე ამ კომფორტულ ზონას და ნუ შეგეშინდება სიახლის.